ხუთსათზე მეტი არგნეთში ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა საოკუპაციო ხაზთან მართულ ხარდების მონტაჟის და გატაცებულების საკითხი. ინიციატივა გააჟღერეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა, რომლებიც გამოთქვამენ იმედს, რომ მოლაპარაკებები იდენტურ ფორმატში ოკუპირებული სოხუმის დე-ფაქტო მთავრობის მონაწილეობითაც დაიწყება. შეხვედრაზე საუბარი იქნება ბოლო პერიოდში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც განხორციელდა სროლა სასაზღვრო ზოლთან არსებულ მანიშნებელზე. ჩვენ მკაცრად გავაპროტესტებთ ამ ფაქტს, რადგან შეიძლება რომ საპასუხო სროლა მოყოლოდა. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ უგზო-უკლო დაკარგულ სამ მოქალაქეზე, რომელთაც დანაშაული ჩადენილი აქვთ ცხინვალში და სავარაუდოდ თავს საქართველოში აფარებენ. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრები მე ვიტყოდი ზოგადად კონფლიქტის დარეგულირებისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი. მოგეხსენებათ, ეს ფორმატი შეიქმნა ჟენევის დისკუსიების ეგიდით. ეს არის უფრო პრაქტიკულ პრობლემებზე ორიენტირებული ფორმატი. ჩვენ ამ მხრივ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბება. ამ ფორმატმა 15 შეხვედრაზე უკვე დაამტკიცა, რომ ძალიან ღირებული საშუალებაა. ყველა მხარე თანხმდება, რომ ეს ფორმატი უნდა გაგრძელდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორმატის აღდგენა გალში. ფიქრობ, ეს ყველა მხარის ინტერესებშია და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში აღდგება.